ადრე ამდღარსა ბაიკერს ვერ დაეწევა პატრულიო და მეც დილიდან გავემზადე. აი ესე გამოიყურება ჩემი მოტოციკლი, დავამაგრე ჩანთები, წინ უკან აქ ერთი ზურგ ჩანთა მაქვს, არ ჩანს კადრში. და მივდივარ ახალ გამოცდილების სანახავად. მივდივარ პირველად კარვით დასარჩენად, მივდივარ გომის მთაზე პირველად და ჩემთვის იქნება ძალიან საინტერესო ამბავი, რადგან ორივე პირველად ხდება. გომის მთაზეც პირველად და კარვით დარჩენაც პირველად. ასე რომ წავედით ახლა და გზადაგზა გაგიზიარებთ ყველაფერს თუ რად და როგორ იქნება. წავედი. ეხლა შემოვიარე სოკარზე, რა თქმა უნდა, გავავსი ავზე. აი აქ არის ჩემი მოტოციკლეტი, ესე ბარგით ესე გამოიყურება. ჩავასხი საწვავი, მივიღე გათამაშების ქულები, შეგახსენებთ, რომ ძალიან მაგარი რაღაცები თამაშდება და ყოველ 15 litrზე ერთ ბილეთს მიიღებთ. თუ სოკარ პრაიმი გაქვთ გააქტიურებული, ამ შემთხვევაში უფრო მეტ ფასდაკლებასაც იღებთ და ორჯერ უფრო მეტ ბილეთებს მიიღებთ. ეხლა შეგვიძლია გვეიმარჩი, რომ გზისთვის საჭირო რაღაცები ავიღო და წავედით გურიისკენ. გორში ვარ უკვე ჩამოსული, ვენდიში გავჩერდი, ცოტას შევჭამ, დავისვენებ. გამაგრილებელ სასმელს დავლევ და გავაგრძელებ გზას. მიუხედავად რომ დიდად არ მიყვარს ფასტ ფუდები, სხვა გზა არ არის, გზაში სხვა ვერაფერს ვერ შევჭამდი. საკმაოდ დიდი გზა მაქვს წინ, იქ რა უნდა ვჭამო, იგაც არ ვიცი. ძალიან უცნაურია, როდესაც რაღაცას პირველად აკეთებ. შემდეგი წასვლა ალბათ უფრო ბევრად გამიმარტივდება, რადგან მეცოდინება თუ რა უნდა ვქნა და ეხლა წარმოდგენა არ მაქვს საერთოდ არაფერს. და ეხლა უცებ ვისარგებლო ამ მომენტით და ავტომობილის მძღოლებს უთხრა, რომ მარჯვენა ხაზში სიარული არ ტეხავს. როდესაც ავტობანზე მიდიხართ, გზა არის თავისუფალი, მარჯვნივ რომ გადახვიდეთ, არაფერი მოხდება, პირით კარგი იქნება. და კიდევ წინ საქარე მინასთან ეს საჭის ცოტა ზემოთ და მარჯვენა მხარეს არის, აი დაახლოებით ესეთი ტელეფონზე ოდნავ დიდი ზომის რაღაც, რომელშიც თუ ჩაიხედებით, დაინახავთ უკან რა ხდება. სარკე ქვია მაგ რაღაცას და ცუდი რამე არ არის, გამოიყენეთ, ხანდახან ახედეთ ხოლმე, კარგია. ასე რომ ეგ ორი თხოვნა მექნება თქვენთან. თავისუფალ გზაზე გადადით მარჯვნივ და ხანდახან სარკესაც ახედეთ ხოლმე. წავედი ხო ჭამე რამე და გავეცი. უბრალოდ კარგად მივირთვი. დავისვენე და ეხლა გავდივარ უკვე. ხო და გზაში ვიცი რომ ძალიან ხშირად მომწყურდება, რადგან ძალიან ცხელა და ნახეთ სოკარმა აი ესეთი თერმოსი გამომატანა, სადაც ცივად შევინახავ წყალს. გზაში სადაც არ უნდა გავჩერდეთ, ცივი წყალი მექნება. ნუ ეხლა წყლით ავავსებ. ხო და მე ალბათ ღამისთვის შეიძლება ცხელი ყავა ჩავისხა და ყავას წავიღო. წავედით. თერჯოლის გადასახურთან გავჩერდი ეხლა ცოტა რომ დავისვენო რა და შარშან ამ დროს ვიმოგზაურე ევროპაში 8 ქვეყანა მოვიარე. 2 კვირა ვიყავი გზაში. დღეში გავდიოდი დაახლოებით 600 კილომეტრს. ეს ვიდეოები ვისაც არ გაგვთმართ, შეგიძლიათ ჩემ YouTube არხზე იხილოთ, ყველაფერი მინდებს. ხო და მაშინ საერთოდ არ დავღლილო, არ შეუწუხებიო არაფერს. ეხლა თბილისიდან აქამდე რომ ჩამოვედი, ყველაფერი მტკივა. ხო და ორი ვარიანტია, ან გადავეჩვიე ბაიკს, იმიტომ რომ кайხანი არ გამოსულარ და მეორე ასაკი დამეთქვა. ასაკი თავისას შვება. ხო და დავიჯერო 1 წელში ესე დავბერდი. ცოტა დავისვენო და წავედი ერთ სული მაქვს, როდის ჩავალ, ძალიან მაინტერესებს როგორია იქაურობა, იმიტომ რომ ვიდეოები რაც ხდება, სასწაული ადგილია, ძალიან ლამაზია და ერთ სული მაქვს წავიდე. აქ შემთხვევენ ახლა ნაცნობი ბაიკერები და რაღაც რჩევები და იდეები მომცეს. ეხლა გადიან ისინი უკვე, მეც ცოტა ხანში დავიძვრები. მედია ჩანს. წავედი. ერთხელ ხო შეიძლება დასავლეთში ისე ჩამოვიდე, რომ აი ესე წვიმაში არ მოხვდე და მთლიანად არ დავსოლდე. აი ერთხელ მაინც ხო შეიძლება. დაახლოებით 10-15 ჯერ ვარ ჩამოსული და ყოველ წამოსვლაზე ეს მე მთხოვა. აი უეჭველი წვიმაში უნდა მოვყვე და უეჭველი სულ უნდა დავსოლდე. ეხლა გავჩერდი ბაიკით არიან კიდე არ ვიცი იქით რამდენად ჩანს. ქართულ ნომრებზე იყვნენ, მივედი ეგრევე ჯიგრებო, მეთქი აბა საით მიდიხართ, გამოველაპარაკე და ქობულეთშიო, მაგრამ ქართველები არ ვართო. ესე გაჭირებული ქართულით მითხრა და საიდან ხართ ხო რო ვკითხე, რაშაო, ისე მითხრა, აი თვითონაც რომ მიხვდა, რომ ძალიან ცუდი ქვეყნიდან არის და აი
გულდაწყვეტით რომ მიპასუხა, მაგაზე ძალიან გამეცინა. მოგეთ რუსი ტურისტები არიან, ქობულეთში მიდიან და ქართულ ნომრებზე მოტოციკლეტი საიდან გააძრეს არის, ალბათ აქ ცხოვრობენ და აქ იყიდათ, ორი ისე ჩამოსულები ესე ვერ იქირავებდნენ დიდი ალბათობით, რადგან მე არ სადმეგულება მოტოციკლეტი რო ქირავდებოდეს. თუ ქირავდება, გამაგებინეთ, ძალიან საინტერესო იქნებოდა adventure-ი სიარული. დაველოდები ცოტა ხანი რომ გადაიღოს ამ წვიმამ და მე წავალ, თორე ძალიან არ მინდა რომ ძალიან დავსვალდე. უკვე кайხანია ველოდები ამ მინდის გადაღებას ჯერჯერობით არ აპირებს ისე მაგრად წვიმს რა და ადრე სოკარმა მაჩუქა აი ესეთი საწვიმარი. ხოდა ყოველი შემთხვევაში ჩანთაში ჩავიგდე და ნახოთ ცოტა ხანში თუ არ გადაიღო. ალბათ ამას გადავიცვალ და ეგრე გავაგზელებ გზას, მაგრამ აი ბარგს რა უკვე ეგ არის. ძალიან არ მინდა რომ რაღაცები დამისველდეს და შევხედოთ იქნებ ცოტა ხანში გადაიღოს ან მინიმუმ შემცირდეს მაინც წვიმა. აი ფუჩას როგორ წვიმს არ ვიცი. რა ვერ გადაიღო ამ წვიმამ რა. ცოტა ხანს დაველოდები კიდე. ცოტა ხანში წვიმამ გადაიღო და მზემ გამოვანოთ. მეც გურიისკენ გავეშურე. გზაში მცხუნვარე მზემ და თბილმა ნიავმა, რაც კი დასველებული ჰქონდა, ყველაფერი მალევე გამიშრა. ისე დაწყა ქურთუკის გახდა დამჭირდა და მაისურით გავაგრძელე გზა. მხიარულად მივდიოდი სანამ პატრულის ხმა არ ჩამესმა. ესეთი დახვედრა იცით გურიაში. ვაწლის განმავლობაში პირველი ჯარიმა მოტოციკლეთზე. მივედი პირველ დაგეგმილ ლოკაციაზე. მაცხოვრის მონასტერთან, სადაც დრონით ლამაზი კადრების გადაღება გადავწყდა. ამ დროს საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი დრონი ხარვეზის გამო ამ ეკალბარდებში ჩავარდებოდა. ვერ დაიდახე რომელ მხარეს ჩამოვარდა? აი ამ ტოტის დავლა. გოლებს ჩაღრმავდა და გადათანხმდა. არ არის ისე. ან შევხედავ. ნელა. აი სახლა იმას აჩვენებს სადაა? ხო. ლოკაციას? კი. მაშინ იქეთ აჩვენებს. ხო და მაგას კონები მდინარე ჩანს კუთხეში და სადღაც იქეთ მხარესად ცუდად მიდის ეს. რავი რანაირად შეიძლება სხვანაირად. წინ არ გაგივლია, თო უყურებ იმას მეკავა, და სანამ ბოლოს დაგიძახე მე დავდები და წინ იმის წინ არ გაგივლია, ლანჩი გამოჩნდება. და დააკვირდი მაგას, უყურე იმაში თვითონ ჩანსო დინარის ნაწილი ჩანს. ანუ პატარა ნაწილი რა, ძალიან. მოგეთ გომის მთის მიმავალ გზაზე არის მონასტერი. შემოქმედის, რომლის ნახვაც მირჩიეს და მეთქი სანამ გომის მთაზე ავალ, შევილი მონასტერში თქო. დრონით კადრებს გადავიღებ, მე ავალ სანთელს ამონთებ და გავუყვები გომის მთაზე თქო. ხო და აი აქ დაგანახეთ ხა. დრონი რო ავაფრინე, გაჭედა და დაჯდა, ვეღარ მოვიყვანე აქ, არ ვიცი რა დაიმართა. და ჩავარდა სადაც იქ დაახლოებით 10 მეტრში. ხა და მოვიდნენ აქ ხალხი დასახმარებლად. ესე ჩადივარ, ფერი არ არის, მარტივად ჩახვალ აიქო. ჩავედი და სუ ეკლები. ჭინჭრები, ხელები. რა დღეში მაქვს? მეორე ხელით სიგემ მდგომარეობაში, სუ დასუსხული, შარვალი დაგლეჯილი, აქ ხელზეც. ნაკაწრები და დაღლი დაქაცული, ახლა უნდა წავიდე გომის მთაზე. დრონიც ფაფუ აღარ არის. წავედი მაგათ.
ხო, ამ ყველაფერთან ერთად ეს კამერა ჩართული დამრჩენი იქ ჩაფხუძე და ბოლომდე დაჯდა ესაც, არ ვიცი რას მოვასწრებ გზაში, უნდა დავტენო როგორმე. მოკლედ რა, კარგად დაიწყო ყველაფერი, მაგრამ ძალიან აირდაირია. წავედი ცოტა მოწესრიგდე. როგორც კი მოწესრიგდი, გომის მთის გზას დავადგე, სადაც ულამაზესი გზა დამხვდა. როდესაც ნისი ჩამოწვა და უფრო მისტიური და ლამაზი გახდა ეს ყველაფერი, როგორი ახტაცებულის მივდიოდი ამ ყველაფერს, თქვენ თვითონაც შეამჩნევთ ჩემს გამომეტყველებაზე. მოგესალმებით პატარა ინდოეთში. ანუ ეხლა მეთქი მივალ კარავს გავშლი, თქო ძალიან ბევრი კარავია ირგვლივ რა. არ ვიცი ხა ისეთი ნისლია რო არ ჩანს კარგად, მაგრამ ძალიან ბევრი კარავი აქვს, ხო და ერთი ქართველი ვერ ვიპოვე. ერთ მხარეს ინდოელები არიან, აქეთ. იქით მხარეს რუსები და ალაგ-ალაგ შუაში ქართველები. ქართველები ძირითადად მარშრუტკებით არიან ამასულები და დიდი სუფრებია გაშლილი რა, მოკლედ რა და იქ მიდის გუგუნი ქეიფი და აქ სულ ინდოელები. აი ესეთი ამბავია. ხო და ადგილი ხო უნდა შეარჩიო რამე კარგი სადაც გინდა რომ კარავი გაშალო და მოტოციკლები გააჩერო. და ესე ძალიან მოვინდომე და მაინც მიოდექი აქ, მაგრამ ძლივს გავაჩერებ. სველია მიწა ერჭობოდა ეს ფეხი შიგნით და ყირავდებოდა და მე ერთი გოგო დამეხმარა და ეს ქვა დამადებინა, თორე ვერ ჩერდებოდი. ხო და იქ რა ვიცი წინ ალბათ ხედავთ სუფრებია ყველგან გაშლილი და მიდის. ამოვიდა, ეხლა მეც დავიწყებ ნელ-ნელა კარვის ამოლაგებას და გაშლას, არ ვიცი რამდენად გამომივა. შეიძლება გადავუკიდეოთ და არ დამცინოთ. დავიწყე ხა. აი, ესე თქვა, მერე? რაც რო აკეთებ ვერ ვლაპარაკობ. ფიქრი და ლაპარაკი მიჭირს ერთდროულად. მაგრამ კაროს ეტყობა, ხო, რო ფიქრო. რაღაცა გამოვა. მე მგონი ეს მე რა უნდა ვქნა, ეგ არ ვიცი. ნაბარა. მომშიდა. რაღაცას დაიმსგავსა. ვინმე კაროლოგი მჭირდება. ეს აქაც უნდა გადავახვით. აი. კარისი. ეს მეგონი ბოლოს, ეს ადუნდა. ჯერ დავამაყროთ. ეგ უნდა შუაში, მაგრამ რა არის? არ ვიცი. რატომ გონია რომ ქარმა უნდა წამიღოს ჩემი კარვი, არ ვიცი. ყველას კარავი არის ძალიან მყარად და ერთი ჩემი არის რომ ქანავს ან არ ვიცი რა უნდა. ესე იგი 10 წუთი დამჭირდა რომ კარავი გამეშალა. მე კარვოლოგი ვარ ზოგადად რო იცოდეთ. ეხლა რა უნდა ვქნა? ალბათ შევიზდო რაღაცებში. არ ვიცი.
კაი, ტოპარგდები. ეხლა ჩამოვიდეთ მაღაზიასავით და წვავენ ჯიგრები, აი ხალხი არიან და ეხლა ველოდებენ წვადი შევჭამო. შეშას ყიდულობა ცეცხლი ავანთურვალო და წყლები მოვიმარები. ავალ ეხლა და შევწვევი კარავში, ცოტა ხანი დავისვი. ვისაც ჩემი წუწუნის მოსმენა გეზარებათ, შეგიძლიათ 1-20 წუთი გადაახვიოთ ეს ვიდეო. წუწუნის მოუდი ჩავრთე და დავიწყე ხა რეები შემემთხო. მოკლედ თელ ხო ძალიან ისე კარგად მიდიოდა გეგმის მიხედვით, პატარაზე რო წამოწვიმა მაგას მიშოული ვარ უკვე ყველგან მიწვიმდება და მეთქი გარაუშავს თქო, ხო და გურიაში შემოვიდი თუ არა პატრულმა დამასაჩუქრა 50 ლარიანით. ორი გზა მიდიოდა. ერთი იყო მარცხნივ წამსვლელი, მეორე პირდაპირ. მე პირდაპირ უნდა წავსულიყავი და როგორც კი დავინახე მაჩვენებელი, ეგრევე გადავედი მარჯვნივ. მაგრამ ვერ მოვასწარი, ღერძულაზე გავიარე. მოატრიალა ჯიგარმა, გამომეკი და გამაჩერა. აუხსენი მეთქი თბილისთან მოდივარ 4 საათი გზაში ვარ. რაღაცა გურულებმა ესეთი სტუმართმა უყარება იცით მეთქი რაღაცა, მაგრამ არაო ჯიგაროო 50 ლარიანი გეკუთვნისო და დამაჯარიმა. კაი ჭანდავას ეხა 50 ლარი ჯარიმა. წამოვედი და დრონის ამბავი კი გაიგეთ, მაგრამ ეხა დეტალურად მინდა მოვყვე უფრო რა. ანუ როცა დრონს რაღაცა პრობლემა ექმნება და ვეღარ მოდის შენთან რაღაც ლოკაცია მონიშნა სხვა ადგილას და იქიდან მაქსიმუმზე იყო წამოსული და იმის აქეთ ვეღარ მოდიოდა. აი ეგ ნებისმიერ ადგილას ჩემთვის პრობლემას ხო არ წარმოადგენდა იმ 10 მეტრი რაც ანუ ის 10 მეტრი დაშორება რაც იყო ჩვენ შორის მე მივიდოდი ხო სადაც არ უნდა ყოფილიყო მაგრამ მაინც და მაინც ისეთ ადგილას სადაც ვერ ჩახვალ ფეხით უბრალოდ შეუძლებელია აი დედამიწაზე რაც კი რამე ცუდი მე სცენარია ყველაფერი მანდიყო გიგანტური ჭინჭრები ეკლები მაყვალი ყველანაირი ეკლოვანი მცენარე, აი ხელის გულები, ხელები, ფეხები ისე მეწვის ვერ აგიხსერთ. გაბუჟებული მოქვს უკვე აი იმისგან, წვისგან. ხოდა ჩავედი ვიფორთხიალება, საერთოდ არ ჩავსულიყავი ნეტა რა ამექნა ეხა, მაგრამ ეს დრონი მიყვარს განსაკუთრებულად რა, აი რაღაც რო ძალიან გინდა და დიდი ხნის განმავლობაში რო გინდა და მე რო იყიდი და ძალიან რო უფრთხილდები და ძალიან რო გიყვარს, აი ეგ დამოკიდებულება მქონდა ამ დრონის მიმართ. ხოდა ძალიან უფრთხილდებოდი, ანუ ერთი პატარა ნაკაწრიც კი არ ქონია რა, ისეთი მაგარი დრონი იყო. და ძალიან გული დამწყდა, რომ ეს უყურებ ჩემ თვალწინ დაახლოებით 10 მეტრში როგორ ვარდება რა. ხოდა ნუ ძალიან განვიცადე მაგ დრონის ამბავი. რავი, სადაც ვიყავი, მთელი ევროპა რაც შემოვიარე, ყველგან წაღებული მქონდა, სადაც აფრენა არ შეიძლება და ყველგან ავაფრინე, ყველგან ვიდეო გადავიღე. ბევრჯერ გადაურჩი პოლიციას, რომ არ დამაჯარიმეს მაგ დრონის გამო. გერმანიაში BMW-ს მუზეუმის და BMW-ს ქარხანა რო არის, გადავიღე, ისეთი ადგილები, მოკლედ, სადაც არ შეიძლება და ყველაფერი გადავიღე. და აქ საქართველოშიც რავი, ყველგან მქონდა წაღებული, ყველგან მაგარი კადრები და აი ეს ესე რაღაც უაზროდ დაიკარგა და აი ძალიან გული დამწყდა რა. რომელიმე ტექნოლოგიურ მაღაზიას არ უნდა ჩემთან თანამშრომლობა? რაღაც ერთი დრონი რომ მაჩუქოთ რა იქნება. რას ვიზავთ არაუშავს? ნუ მოკლედ ხო, გავაგზავნე ხა ამოვედი და ნახავდით რომ სუინდოელები არიან, ყველგან ინდური სიმღერაა ჩართული და რიგი გაუდით, ცეკვავენ, აი რა ხდება უბრალოდ შოკში ვარ, ინდოელები, რუსები და ალაგ-ალაგ ქართველები. კარავი ხა სადაც მოხს გაშლელი. ჩემს ირგვლივ 1.50 ინდოელი და მე მგონი 1-2 ქართველია. და ეხლა მთელი ღამე თუ ამათ უნდა უსმინო, შეიძლება გავგიჟდე. ჩავედი წევენ მაღაზიაში, რაღაცას ვიყიდი თქო და აქ ბიჭამაც მითხრეს შეშა იყიდება, რომელიც კი საღამოს კოცონს ავანთებ რა. და ვიყიდე მეთქი შეშასაც ვიყიდი, წამოვიღებ თქო, აღმართი არის ამოსასწონი, მაგრამ დიდი მანძილი არ არის, 150 მეტრია. მაგრამ კაი დიდი აღმართი. აუ შეშა მომიტანეს, იმხელა მე შოკით. მე შოკი არ ვიცი ქართულად როგორ არის. ან ძალიან დიდი შეფუთვით. ძლივს ამოვათრიე. საჭმელი ვიყიდე, გვერდით მიდევს ჭამის თავი არა, მაგ ისეთი დაღლილი ვიყავი და ეხლა ცოტა ხანი მეთქი დავისვენო, რაღაც შევჭამ და მერე გავალ ცეცხლს ავანთებ.
რაც იმედია ხამე მაინც იქნება კარგი, სიმშვიდე, სიწყნარე და კარგ კადრებს გაჩვენებთ. უბრალოდ აი წარმოდგენილი რომ მქონდა დრონით რა კადრებს გადავიღებდი აქ და უცებ ფაფუ აღარ არის დრონი, ძალიან გული მწყდება. კაი, არა უშავს, წავედი. ამდენ ინდოელში როგორც იქნა ქართველებიც შევამჩნია. მივედი, გავიცანი, გამოვესაუბრე, მათ კი თავისთან მიმიპატიჟეს სუფრაზე. მადლობა, გაიხარე. გოდეზე რო იყავით ჩვენ? გოდეზე ხო იყავით? ეგ არის მაგენ 6 კილომეტრია. არა, ხო და რამდენი 200 კილომეტრი. 200. არა, მე 200 ახაც. კატერზე აბა დრონი აღარ მოქვს, ამით მაინც გადავიყო. მამა არქადა ჩემი თათე ჩემი ტელეფონი სად არის? აღალი როა. მაგის ძირში არის ტბიყერის ტბა და უკან ტბის ეროვნული პარკი. ესე თუ წახვა აი ისლები ვიყავ. აღარ ჩანხართ ისე დაღამდა? ბოში ჩაწოდი პანას. მოვლილი გაქვს თუ? მოვლილი. აბა სედნო გელაპარაკო. ოკეი. მოვლილი მაქვს. იქიდან გადმოს გადავსული და ვიცი. ჩანს ესე ხალე. ისე რა. აი ყავას. ოკეი. დააჭირე ხიდიდან? კიდე? არა. რამდენიმე ვარიანტია ცივცივ. არა, ამას არ ვიცი. გუშინ ღამე ხო აქ ადგილი არ იყო, იმდენი კარო იყო გაშლილი და ეხლა დილის 8-ს არ არის ჯერ. სადაც 5 საათიდან 6 საათიდან ხალხი დაიძრა და ახით რაღა არის დარჩენ. დილით თენდება თუ არა ხალხი ეგრევე გადის. გუშინიც გავიცანი. მაგ მარშრუტით არიან მოსულები რამდენიმე ადამიანი. ტურში არიან წამოსულები. ხო და აქედან ეხლა ქობულეთში გიგმოვენ წასვლას. მე თბილისს და ფიქრობ ეხლა მეც გავყვე თუ არა. დიდი ალბათობით პირდაპირ თბილისში წავალ. დავიწყებ ეხლა კარვის დაშლას და წავედი. დილის 8 საათია უკვე და აი ესე გამოიყურება აქაურობა. კარვები აღარ არის, ყველა წავიდა. მაგრამ მაინც ძალამაზია. გარემო აქაურობა ძალიან კაია, ნახეთ, ღრუბელი ჩამოწვა ისე. ძალიან კაია. რო გავჩერდები მე რაღაც რჩევებს მოგცემთ, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვინც პირველად მოდიხართ ჩემსავით, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ, მაგ ყველაფერს ცოტა ხანში მოგიყვებით. ეხლა ისევ გამიწვიმდა. ხო და სნეკის შევჭამ და წავალ თბილისისკენ. თბილისისკენ მომავალ გზაზე რა თქმა უნდა ისევ წვიმაში მოვყევი. დავბრუნდი მოკლედ მეგობრებო, ჩამოვედი თბილისში, დავისვენე ცოტა მოვზესრიგდი და ეხლა მინდა გაგიზიაროთ ჩემი პირადი გამოცდილებიდან რაღაც რჩევები, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც მიდიხართ ესეთ მოგზაურობაში. პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ დრონი არ ააფრინოთ შემოქმედის ტაძართან. ნუ ეხლა ეს დრონზე ძალიან ბევრჯერ გავამახვილა ყურადღება, იმიტომ რომ ძალიან გული დამწყდა დავკარგე, მაგრამ ნუ არა უშავს. იქნება ახალი. შემდეგი რაც უნდა გაითვალისწინოთ, მე პირადად ძალიან გამომადგა USB და Type-C პორტი რომ აქვს მოტოციკლეთზე. ეს წინა წელს ევროპაში რომ მივიდიოდი სამოგზაუროდ, მაშინ დამიყენეს GoPro Club Georgia-ში, ძალიან მაგარმა ხალხმა, უმაგრესი უსაყვარლესი ბიჭები არიან, ძმები და ძალიან კარგი პროდუქცია აქვს ზოგადად რა ხარისხიანი. და იქ დამიმაგრეს USB და Type-C პორტი არის, რომელთაც შეგიძლიათ ძალიან მარტივად დატენოთ კამერა, მობილური თუ სხვა ნებისმიერი ტექნიკა და ეს power bank-ების თრევა არ დაგჭირდებათ. მე ძალიან გამომადგა, იმიტომ რომ მობილურში სულ სიმღერები მქონდა ჩართული და თან ლოკაცია რომ მქონდა ჩართული, მალე იჯდებოდა და ვტენიდი. ვიდეოშიც ვახსენე, რომ კამერა ერთხელ ჩართული დამშა და ძალიან უაზრო დიდო ჩართული და დაჯდა და ეგაც მე გზაში დავტენე. რაც შეეხება უშუალოდ გომის მთაზე წასვლას, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ მიდიხართ მოტოციკლეტით და ბარკში ცოტა შეზღუდულები ხართ, საერთოდ არ გჭირდებათ, რომ აქედან რამე საკვები, სასმელი წაიღოთ, იმიტომ რომ იქ ყველაფერი იყიდება.
მაგრამ თუ ავტომობილით მიდიხართ, ჯობია რომ აქედან წაიყოლოთ და რატო ეხა გეტყვით. იქ რო ავედი გომის მთაზე, იქ კაფე, მაღაზია, რაღაც მსგავსი რაღაც არის, სადაც ყველაფერი ერთად იყიდება რა. შეშა ვიყიდე მან, საჭმელი არის მწვადი, ქათმის ფრთები, კარტოფილი, ხაჭაპური, კიტრი, პომიდორი და ასე შემდეგ. სასმელები მაგრამ ჯობია რომ თუ მანქანით მიდიხართ ან საშუალება გაქვთ რომ ხორცი წაიღოთ, წაიღეთ ხორცი, თქვენ თვითონ ვიანთეთ ცეცხლი და შეწვეთ, იმიტომ რომ თუ ჩემსავით გეხერხებათ გემრიელი მწვადით შეწვას, ჯობია რომ თქვენითვე შეწვათ და როდესაც ესე მთაში მიდიხართ, ჩემი აზრით, ყველანაირი კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდე და ყველაფერი შენი ხელით უნდა გააკეთო რა. ესე დაჯდე და მწვადი მომიტანეთ, ის მომიტანეთ, ეგრე არა, რაღაც არ უხდება მთას მსგავსი რამ. ჯობია რომ თქვენით გააკეთოთ. მე მომზადებელი ვიყავი, როგორც იცით, ავედი, იქ შევუკვეთე მწვადი, ერთი პორცია მწვადი ღირდა 20 ლარი. წყალი ძვირი არხის დაახლოებით ლარნახევიდან 2 ლარის ფარგლებში იყო ზუსტად არ მახსოვს და შეშაც ერთი დიდი შეკვრით, რომელიც დიდხანს გეყოფათ, მთელი ღამე გეყოფათ ეს ცეცხლი რომ გენთოთ. დაახლოებით 15-დან 20 ლარის ფარგლებში არის. მაგრამ თუ მანქანით მიდიხართ, ეგ ყველაფერი შეგიძლიათ საბარგულოში შეყაროთ და თქვენ თვითონე წაიღოთ. ეხლა სეზონი არ იყო, როგორც მითხრეს და მაინც ძალიან ბევრი ხალხი იყო და სეზონზე ბევრად უფრო მეტი ხალხია და შეიძლება კარვის გაშლა რაღაც პრობლემა შეგიქმნათ, რომ მოკლედ ადგილი არ იყოს. ამიტომ ჯობია რომ ცოტა ადრე ახვიდეთ, რომ მოასწროთ კარავი დადგათ რამე ნორმალურ ადგილას. ამინდები იყო ძალიან ცვალებადი, ხან მზე აჭერდა, უცებ მოიღრუბლა, მე ისევ გაწვიმდა. ასე რომ ჯობია ისეთი ტანსაცმელი წაიღოთ, რომ გამოცვლა შეძლოთ. ანუ მაისურიც დაგჭირდებათ, მოსაცმელიც, საწვიმარიც, კარავი ჯობია ისეთი შეარჩიოთ, რომ წვიმა არ ჩამოვიდეს, ტენტი ქონდეს ყველა ვარიანტში, გადასაფარებელი. სხვა ისეთი არაფერი არ დაგჭირდებათ, იმიტომ რომ იქვე იშოვით ყველაფერსაც არ უნდა დაგჭირდეთ. თავიდან რომ მეგონა შეიძლება მარტო ვიყო თქო და მარტომ რა უნდა ვაკეთო, რამე რო დამჭირდეს რა უნდა ვქნა თქო, მასე არ იქნებით და ძალიან ბევრი ხალხია, ძირითადად კი ინდოელები იყვნენ 80%, მაგრამ ნუ ქართველებიც ბევრნი არიან და რამე რო დაგჭირდეთ, გვერდში დაგიდგებიან, დაგეხმარებიან, იქ შეიძლება ცეცხლის ანთებაში დაგჭირდეთ მოხმარება ან რაღაცა მსგავსში. და ნუ მაგაზე პრობლემა არ შეგექმნებათ. რაც შეეხება გარემოს, აი მართლა ულამაზესია და გირჩევთ, რომ წახვიდეთ, ძალიან დიდი ხანი გეგმავდი გომის მთას. დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა და ყოველ წელს ფიქრობდი, რომ ეხა წავალ და სხვადასხვა მიზეზების გამო, ასე ვთქვათ, გაიწელა. ერთი 10 წელია მინდა წასვა და ვერ მოვაბი თავი. და ეხა უცებ გადავწყვიტე, რომ მეთქი ვსო, ამ შაბათს მივდივარ, პარასკევს გავიმზადე და შაბათს დილით წავედი. ასე რომ გირჩევთ, ესე დაიგეგმოთ, წახვიდეთ. ძალიან გაერთობით, განიტვირთებით, დაისვენებთ, ძალიან ისიამოვნებთ და ძალიან კმაყოფილი დაბრუნდებით იქიდან. იმედია, ჩემსავით უიღბლოები არ იქნებით და სულ წვიმაში არ მოგიწევთ სიარული, იმიტომ რომ აქედანაც რო წავედი, დავსოლდი, იქიდანაც რო წამოვედი, დავსოლდი, მაგრამ არა უშავს, მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ და იმდენად მომეწონა, რომ კიდევ მინდა რომ წავიდე და კიდევ მოვინახო. სამწუხაროდ ის მომენტი არ დამემთხომე, მზის ამოსვას რო უყურებენ და ღრუბლებით რო არის ესე გადათეთრებული და მზე რო ამოდის, ეგ კადრები ალბათ ბევრს გინახავთ და ეგეთი ამინდი არ დამემთხვა, მაგრამ ამბობენ რომ აგვისტოში არის ხოლმე ასეთი ამინდებიო და ნახოთ აგვისტოში შეიძლება კიდევ წავიდე. თან დრონის ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ ასეთი რამის გადაღება და იქნება აგვისტომდე დრონის ამბავის მოვაგვარო და შემოგთავაზოთ საინტერესო კადრები. ძალიან სასიამოვნო იყო და გირჩევთ ყველას რომ თქვენს განიცადოთ ეს ემოციები. წავედი ახლა და შემდეგ ვიდეოში დაგიბრუნდებით ახალი იდეებით.